მოქალაქეებთან ბრძოლას კიდევ უფრო რეპრესიულ ფაზაში ოცნება მალე ნარკოტიკებთან ბრძოლის სახელით გადაიყვანს. სწორედ ანტინარკოტიკულ რეფორმად ფუთავს რეჟიმი საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც თვითმარქვია დეპუტატები პოლიციელებს დევნის ახალი საშუალებებით მოამარაგებენ. ყველაზე მძიმე შემთხვევაში მოსაოდნელი სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოცხადება, რისკენაც გზა ნარკოტესტზე უარით იწყება. ანუ თუ მოქალაქე პოლიციელს, რომელსაც არ ენდობა, განყოფილებაში გადაყვანაზე უარს ეთყვის, მას ჯერ ადმინისტრაციული განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება. პოლიციელი ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაავალდებულოს რომ წააყვეს იძულებით ნარკოლოგიაში და მოქალაქე თუ კი ამაზე უარს განაცხადებს, აქ ისმება წერტილი უკვე. ეს უკვე ავტომატურად არც იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, ან არ მოიხმარა, უბრალოდ ეს არის ცალკე სამართალ დარღვევა. დიდი ალბათობით ეს მექანიზმი იქნება გამოყენებული არა რეალურად მართლა ნარკოპოლიტიკის კუთხით არსებული პრობლემებთან გასამკლავებლად, არამედ მათ წინააღმდეგ, ვინც გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ან კონკრეტულ სამართალმცავებს, ან ზოგადად პოლიტიკურ ხელისუფლებას. რა გვასწრებს ჩადებისგან, ანუ სად არის გარანტია, რომ მოქალაქეს, რომელიც პოლიციელმა ნარკოშემოწმებისთვის გადაიყვანა, ნარკოტიკებს თავად სისტემა არ ჩაუდებს. გიორგი ახობაძე, ნიკოლოზ კაცია, ანტონ ჩეჩინი, თედო აბრამოვი. რეჟიმის ამ ტყვეების გამოცდილება იდენტურია. სისტემამ ისინი ნარკოდანაშაულისთვის დააკავა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში პოლიციელებმა ჩხრეკის ვიდეო არ გადაიღეს. საქმეებში არც სხვა ნეიტრალური მტკიცებულებები დევს. ამ ფონზე კი ოცნება ახალი კანონის მოქმედებას სასამართლო სისტემაზეც ავრცელებს. შემოგვაქვს ახალი შესაძლებლობა, რომ სხდომა იყოს შესაძლებელი, რომ დაიხუროს იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკულ დანაშაულზე ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ან ოპერატიულ სამძებრო საქმიანობაში მონაწილე პირის პირადი უსაფრთხოება არის დაცვის მიზანი. არჩილ გორდულაძის ეს განცხადება ნიშნავს რეჟიმის ტყვეების მიმართ ჩადენილი უკანონობა, რომელსაც ივანიშვილის მოსამართლეები ჯიუტად ვერ ხედავენ ხოლმე, მალე ვეღარც საზოგადოებამდე მიაღწევს. სხდომების დახურვით სისტემა თავს სწორედ უკანონობის გამჟღავნების განიცავს, ამბობენ სპეციალისტები. ჩვენ გვინახავს ბოლო დღეების და ბოლო კვირების განმავლობაში ქართული ოცნების შემოქმედებით ის, რომ ადამიანებს უცებ აღმოაჩნდათ პირად ნივთებში ნარკოტიკი, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ამას ხედავს ქართული საზოგადოება, ხედავს იმას, რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს ამ საქმეებში, რა უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ, მაქსიმალურად უნდა დახუროს ეს პროცესები. ამის მიღწევას ცდილობს ის, რა დაწერეს იმ ადამიანებმა, ვინც მართავდნენ აქ ქვეყანაში რევოლუციებს, მე მაგალითად მაგაზე კომენტარს არ გავაკეთე. ასეთი გაღიზიანებით ქართული ოცნება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე საუბრობს. დაახლოებით 1 თვის წინ ამ ანგარიშში საქართველო საერთაშორისო ნარკოვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად გამოცხადდა. აქ წერია, რომ ნარკოტრანზიტისთვის ქვეყნის ტერიტორია განსაკუთრებით აქტიურად უკრაინის ომის შემდეგ გამოიყენება, რაც ოპოზიციისთვის მორიგი დასტურია. ქართული ოცნება სწორედ ამ სისტემის გამაძლიერებელია და არა მასთან დაპირისპირებული. თავარი გამოწვევა დღეს ნარკოპანდემიის მიმართულებით ამ ქვეყანაში არის კორუმპირებული ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც არიან დღეს თავარი მომაგრაგებელი შავი ბაზრის და იმ ბაზრის, სადაც ნარკოტიკები იყიდება. მაგრამ თავარი წერტილი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ, არის კორუფციაში დახრჩალი ძალოვანი სისტემა. ნარკოტიკის მისაღებად ჩადენილი დანაშაული, რომ კონდეს რესურსი ნარკოტიკის შესაძე ნათ. ყველაფერი უკავშირდება ქოცების რეჟიმს, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ ინიციატივებს და იმას, რომ კრიმინალურ დაჯგუფებებთან პოლიტიკურ კავშირში არიან და ერთმანეთს ეხმარებიან და აოსებენ საარჩევნო მომენტში. ბრუნდება იძულებითი ნარკოტესტის გავლა, რაც უარის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაისჯება ავტორიტარული მექანიზმებით. და ესეც ცხადია გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შეზღუდული იყოს საბოლოო ჯამში კრიტიკული აზრი და გამოყენებული იქნება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ღიად და მკაფიოდ გამოხატავენ საკუთარ პატრიოტულ პოზიციას. რატომ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ ნარკოპოლიტიკის გამკაცრება ახლა, როცა 13 წელია თავს ლიბერალური მიდგომებით იწონებს. რეჟიმის ამოცანა, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ არის და მიზანი სწორედ რეპრესიებია, კიდევ ერთი მინიშნებითაც დასტურდება. ივანიშვილის დეპუტატები იძულებითი მკურნალობის დაკანონებას განიხილავენ. ეს დაბრუნება საბჭოთა კავშირში, ამბობენ სპეციალისტები. მე აი ჩემი კლინიკა ხვალ მომიყვანენ ვიღაცას და რა უნდა ვქნა? დავაბა ეს პაციენტი გამოვკეტო, რას ნიშნავს იძულებითი მკურნალობა? ხო, რა კანონები არსებობს, რა მომცემს მე, როგორ უნდა მოვექცია ესეთ ტიპის პაციენტს? ანუ რა გავაკეთო? ზოგადად
დღეს თუ გადავხედავთ ადამიანის უფლებათა კუთხით, ფსიქიატრიაშიც კი უკვე იძულებით მკურნალობაზე ყველა იხის ვარს. ანუ ზოგადად დემოკრატიულ ქვეყნებზე თუ გვაქვს აქცენტი, რა თქმა უნდა, იძულებით მკურნალობა არის ყველასთვის მიუღებელი. ვიდრე ნარკოპოლიტიკას მოწინააღმდეგეების დევნის საშუალება დაინახავდა, ივანიშვილი კანაფით გამდიდრებასაც გეგმავდა. მარიხუანას პლანტაციების გაშენებაში ხელი მას საპატრიარქომ შეუშალა. არადა ნიადაგს დიდხანს ამზადებდა და როგორც ყველა საკვანძო საქმეში, ამ იდეის პოპულარიზაციაშიც ოჯახი ჩართო. მარიხუანას ლეგალიზებისთვის ოლიგარქმა ბერაც კი აამღერა.